და რა ხდებოდა დღეს მთელი დღის განმავლობაში გვდანის მერვე საპყრობილეში მიუხედავად პატრიარქის მოწოდებისა სტუდენტები ციხესთან კვლავ შეიკრიბნენ და დაშლას არაპირებენ აქციაზე ახალი მოთხოვნები გაჩნდა პარალელურად ნომერ მერვე საპყრობილეში მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების რიგარეშე პაემნები გრძელდება დღესვე საპყრობილე საჯელახსრულების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ტუღუშმაც მოინახულა და სისტემაში წესრიგის დამყარების პირობა კიდევ ერთხელ დადო პატიმრებთან შესვლის საშუალება დღეს ჟურნალისტებსაც მიეცათ რუსუდან ჯიქია ისაუბრებს უფრო ვრცლად რუსუდან გისმენთ დღეს ნამდვილად მიეცათ ჟურნალისტებს გლდანის მერვე საპყრობილეში შესვლის საშუალება, ხოლო პატიმრებს მიეცათ ჟურნალისტებთან და მედიასთან დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია თუ როგორ გრძნობენ თავს ბოლო დღეების განმავლობაში. ყველა ერთხმად ამბობს, როგორც პატიმრები, ასევე პატიმრის ახლობლები, რომლებიც ჯერ კიდევ დგანან გლდანის ციხესთან და ელოდებიან რიგარეშე პაემნებს. ყველა ერთხმად ამბობს, რომ საპყრობილეში პატრულის შესვლის შემდეგ ვითარება ბევრად შეიცვალა და მათ მიმართ ძალადობა ან რაიმე სხვა სახის მუქარა არ განხორციელებულა, თუმცა ასევე ღიად საუბრობდნენ დღეს გვარების შესახებ და ღიად საუბრობდნენ ეს პატიმრები გვარებს თუ ვინ ახორციელებდა მათზე წამებას და ითხოვენ, რომ ყველა დამნაშავე აუცილებლად იყოს დასჯილი. სასჯელახსრულების მინისტრობის კანდიდატი ციხეში შესვლისთანავე ჯერ პატიმრების ახლობლებს შეხვდა. აქ შეკრებილთა ნაწილის ემოციური ფონი ჯერ ისევ არ დამშვიდებულა. უფრო მცირე ნაწილი კი შემაძრწუნებელ ინფორმაციას ავრცელებს. პატიმრებს გადაუღეთ, რა დღეში ყავდით, რომ კლავეხავთ. მსგავსი განცხადება, რომ მტკნარი სიცრუეა, ტუღუშმა სულ მალე მედიის წარმომადგენლებთან ერთად საპყრობილეში შესვლის შემდეგ დაადასტურა. იყო ასევე საუბარი, აქედან თურმე გამოყავთ ნაცემები, საავადმყოფოში სასტრაფოს მანქანები დაყავთ მკვდრები, ეს არის აბსოლუტური სიცრუე, გუშინ მე გავეცი ბრძანება, მძიმე ავადმყოფი ვინც იყო და საჭიროებდა სამოქალაქო საავადმყოფოში გაყვანას, ყველა გადაეყვანათ, იყო აქ ასეთი რამდენიმე. აქ არავის არ აკარებენ თითს, გამორიცხულია. ასეთი ხმაური პატიმრების ნაწილისგან ალბათ პროტესტი იყო. ნაწილმა კი ასე საკუთარი ოვაციები გამოხატა. არის თუ არა ვინმე კიდე თანამშრომელი ვინც დაისაჯოს როგორ არავინ არ არის ტრაქს გვილოკავენ ბოდიში თქვენთან მაგრამ ჩვენ ხო ვიცით ყველაფერი დამალულები არიან პატრული როგორც კი მიეფარება როგორც კი მალხაზი რა ხდება პატრული როგორც კი პატრული მიეფარება მოდიან აქ თქვენი დედა მოთხანა და იყვნენ ისეთებიც ვისაც სასჯელის მოხდა აღარს დაგვისვენა კიდან არაფერი არ დაგვისენდია ჩვენი და აქტიურად პოლიტიზირებულებიც ბიძა ჩვენთან მოვჩეთ ნაციონალებს ითხოვ ნაციონალებსო ბიზნეს იმედი გვაქვს ერთადერთი რაღაცას რომ გამოუშვით და სიტყვამდე რომ ჩამოვარდნა ციხეში არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების პირობაც ტუღუშმა დადო ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ არჩევნებმა ციხეს ჩაიაროს ნორმალურად შვიდ ვითარებაში. ზეწოლა არ იქნება. ზეწოლა არავიზე არ განხორციელდება. საპყრობილეში მინისტრობის კანდიდატს მოთხოვნებს ოპოზიციონერი დეპუტატიც უყენებდა. დავწმუნდეთ, ძიმე და უკურნებელი სენით დაავადებულ პატიმართა კონტინგენტი დეტალურად სია მაქვს მე ამოღებული, ეს არის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც სანახავია. ამის რომ მე ვინახულო. არ პატიმრების ნახვა ამ მერე მოგვიანებით. ეხლა უნდა სიტუაცია ციხეში დაწყნარდეს. ძალიან გქონდეთ ეხლა ნუ გამოვიყენებთ ამ სიტუაციას. კი. არ გეუბნებით კამერების თანდასწრებით. მე მომეცით უფლება, რომ მოვინახულო 2-3 განყოფილებაში მყოფი პატიმრები. მათ შორის ფსიქიატრიული განყოფილება. ფსიქიატრიულ განყოფილებაში არიან ექიმები. არა ბატონ დიმიტრი, ჩვენ ერთი წუთით დავამთავროთ, მე მჭირდება გავერკვე რა. ასე კი დაგძანეთ თქვენ, რომ არასამთავრობო სექტორისთვის შეიძლება პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ბატონ დიმიტრი, მე თქვენთან ერთად დავივლი. თავად ტუღუშის მოთხოვნა კი ასეთი იყო. ციხის ტერიტორია მალე დაეტოვებინა შალვა რამიშვილს, რადგან შალვა გავიდეთ ჩვენ მე და შალვა, იმიტომ ვინაიდან გარკვეულ ანგაჟირებას იწევს შენი დანახვა, შენი ასე ვთქვათ, ყოფილი მეგობრების და ბატონო, არსებული მეგობრებისგან მე გთხოვ რომ გავიდეთ ახლა დაწესებულებიდან. ტუღუშმა გააცილა რამიშვილი, თავად ტუღუში პატიმრების ახლობლებმა გააცილეს. პატიმრებთან ახლობლები სიის მიხედვით შედიან. ღელავენ უფრო შესვლამდე, ვიდრე შესვლის შემდეგ. არ შევუხიათ ხევი და არც ამაქვს პრეტენზია ამ წუთში რომ ვთქვა რომ მაგალითად რაიმე
შეურაცხყოფა მიაყენეს ასეთი მსგავსი არაფერი. ზოგიერთი ტუსახი, ზოგიერთი ახლობელი კი დანაშაულის სოციალური ფონით გამართლებას ცდილობს. მეუღლე მიზის აქა ვალი გქონდა. ეს ვალიც ამათ აღებინეს, იმიტომ რომ არაფრის საშუალება ხალხს არ ააგრო. რაღაცა გააკეთონ. რით იმუშაონ, სად იმუშაოს, ორი უმაღლესი აქვს დამთავრებული, ვერ უმუშაონია. ვალი აიღო, იმიტომ რომ ოჯახისთვის სჭირდებოდა. რო არ იყო სამუშაო, ვერ გადაიხადა. იმიტომ 14 წელიწადი უნდა მისცენ. აი იმისთანა უკანონობა, აი იმისთანა უკანონო პატიმრები ყველა უნდა განთავისუფლდეს. ზოგიერთი სულღელავს. არ გავაგზავნე ბევრს. მოვიდა ვარდები და მიდის ოცხი. აი შენი მიშა. აი როგორც სიუჟეტში ნახეთ, რიგგარეშე პაემნები გრძელდება კლდანის ციხეში 1500 პატიმარი უკვე მოინახულეს ახლობლებმა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ეს პაემნები, ხოლო ზუსტად ამ წუთებში კი კლდანის მერვე საპყრობილეში სასულიერო პირები შევიდნენ გიორგი ტუღუშის ნებართვით, რათა მათ მოახერხონ პატიმრებთან გასაუბრება და მათი სულიერი მდგომარეობის დამშვიდება. მადლობა რუსუდან ვითარება კლდანის ციხესთან პირდაპირ ეთერში რუსუდან ჯიქიას